წლის აგვისტოს ომმა განსაკუთრებული კვალი ბავშვებში დატოვა. ფსიქოლოგები დევნილების პარალელურად დღემდე მუშაობენ გორში მცხოვრებ იმ მოზარდებთან, რომლებიც 4 წლის წინ საომარი მოქმედებების უშუალო მომსწრენი გახდნენ. ეს საკითხი ერთ-ერთი განხილვის თემა იყო საზოგადოება ბილიქში შეკრებილ მშობლებთან შეხვედრისას, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ბავშვებში ნევროზულ გამოვლინებებზე გაკეთდა. მშობელთა გარკვეული ნაწილი აღნიშნულ მდგომარეობას სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირებს. იმ ომმა ყველა დაგვანერვოზა. ამ სოციალურმა მდგომარეობამ კიდე. როგორ ნერვოზი ჩამოუყალიბდა ბავშვს, საერთოდ რამოდე 3 დღე საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. მერე თანდათან აი ესეთი დაძაბული თანდათან გამოვიდა მდგომის მერე 4 წელია და საკმარისი ახლა პატარა რაღაცაზე რომ ისე რომ რამეზე განერვიულდეს მაგრამ სწავლაში არ ეშლება ხელი. ომის შემდეგ 2008 წელს ომი რო იყო იმ შემდეგ შიშები დასჩენდა, რო დაიძინებს ხოლმე ხტება. ზოგჯერ ძილში წამოიყურებს ხოლმე. სიტყვიერ დაველაპარაკები ხოლმე დავამშვიდებ დავაწყნარებ და ისევ ჩაიძინება ხოლმე. შეკრებილ მშობლებს ბავშვებთან დამოკიდებულებაში გარკვეული სახის კონსულტაციები გაუწია საზოგადოება ბილიკის ფსიქოლოგმა. მარიკა გოჩიაშვილის ინფორმაციით ბავშვებსა და მოზარდებში დღეის მდგომარეობით ნევროზის სხვადასხვა ფორმები ვლინდება, რომელთა დასარეგულირებლად მშობლისა და განსაკუთრებით დედის როლი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს. ის ბავშვები, რომლებიც იყვნენ მცირე ასაკისა, ეხლა არიან გარდატეხის ასაკში და აქაც ისევ ჩდება პრობლემები, რომელიც არის გამოძახილი კრიზისული მდგომარეობის. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რა თქმა უნდა, ერთი ის არის, რომ ეკონომიურად ბავშვი სრულყოფილ გარემოში იზრდებოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰარმონიული ფსიქოლოგიური გარემო შეუქმნათ ოჯახში. მშობელთა კლუბის საზოგადოება ბილიქში 12 წლის წინ შეიქმნა, რომლის ფარგლებში მშობლები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირებისგან შეხვედრისას იღებენ რჩევებს ბავშვებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ერთმანეთს უზიარებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მშობელთა კლუბის მიზანია დავეხმაროთ ჩვენ მშობლებს, ანუ ჩვენი ბავშვების მშობლებს, როგორც იცით, ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება არის დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ სიღარიბის პროგრამაში ჩართულ ოჯახების შვილებს და გამომდინარე აქედან ვფიქრობთ, რომ მათ მშობლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, აისახება ბავშვებზე. სწორედ აქედან მოვიდა იდეა, რომ ჩამოგვეყალიბებინა მშობელთა კლუბი, რომელშიც გაერთიანდებოდნენ მშობლები და ამ კლუბში თქვათ მარტო საინტერესო ტრენინგებს კი არ გაივლიდნენ, ანუ რაც მათ აინტერესებთ, არამედ ასევე უბრალოდ შეხვედრები ექნებოდათ, იმსჯელებდნენ იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ. მშობელთა კლუბთან შეხვედრები თვეში ერთხელ ეწყობა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეულ საკითხებზე შესაბამისი სპეციალისტები იქნებიან მოწვეულნი. რაც შეეხება აღნიშნული შეხვედრის თემას, ფსიქოლოგების აზრით ბავშვებში ამ მიმართულებით ჯერსევ სერიოზული სამუშაოებია განსახორციელებელი, რაც ზოგიერთი მშობლის შეფასებით ომის დროს მიღებული სტრესით არის გამოწვეული. აეროპორტისკენ რომ მოხდა დაბომბვა,